გადაღების თემა იქნება ეზოსაქმიანობა და თუ მოვასწარებთ და რაღაც გაკეთება ვნახოთ. პირველი სამუშაო არის აი ამ ხელგაშვერილი ქლიავის ხის მოჭრა, რომელიც უკვე საკმაოდ დაბერდა. ცოტა მინანება, ბევრი ქლიავი მოგვიკრებია. მაგრამ უკვე დრო არის. ამისთვის გამოგვადგება ბენზოხერხი. აქ უნდა ჩავასხათ ბენზინი და ზეთი ერთად, რომელსაც შევურევ. ხოლო აქ ისხმება მხოლოდ ზეთი, შეგიძლიათ უხარისხო ზეთიც, არაა პრობლემა. ნიშნულებით მიხვდებით, რამდენი ზეთი მიდის და რამდენი საწვავი. ბენზოცელის შემთხვევაში იგივენაირად ძავდება. ცოტა მეტი ზეთი თუ მოგვივა არ აუშავს, უბრალოდ მეტად გაიბოლება. შეგიძლიათ ამის მერე პირდაპირ ორი თავსახური ზეთი ჩაასხათ, წესით უნდა იყოს. ან ზუსტად მინიშნებას მიყვეთ, ან თვალის ზომით. კარგად ვურევთ. და იდეაში მზადაა. პირველ დროს საჭირით, მაინც საფრთხილოა. შეიძლება გაიჭედოს ტოტში, შეიძლება დაარტყას. აქვს რაღაც პრინციპები, ჯობს მაგას კარგად გაეცნოთ და მერე შეგიძლიათ თქვენს გამოვცადოთ. აი ხედავთ როგორი გამხმარია შიგნიდან, იდეაში სწორი გადაწყვეტილება იყო მოჭრა. ახლა იდეაში აი ეს არი გაუცარიელეთ, რომ იქედან რომ მოვჭრი ახლა. აქთან მხარეს ექნება სივრცე რომ წამოვიდეს და წესით უნდა წამოვიდეს აქეთ მხარეს. ერთ მომენტში მაინც გაჭედა ბენზოხერხმა, ანუ პირი მოყვა. მაგრამ გამიმართლა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდად მოვჭერი წეღან და ალბათ იმდენად აღარ დაედო და მაინც გადასრიალდა. მოკლედ, ძირითადი ნაწილი მოიჭრა, შეიძლება დავტყო გარკვეულ სიმაღლეზე ჰამაკი რო გავაბამ. აღარ არის მოკლედ ეს ქლიავი, მაგრამ საქმე არის ისე სევდიანად და აი აქ გვაქვს ახალი ქლიავი, რომელიც მოისხამს იგივე ჯიშის. წინ კიდევ გველი საქმეები შეგვიძლია გავაგრძელოთ.
form underground. You can climb the sick sound left behind the peace of mind. Many times aligned what you found underground. You can climb the sick sound left behind the peace of mind. Many times aligned what you found underground. You can climb the sick sound left behind the peace of mind. Many times aligned what you found underground. You can climb the sick sound left behind the peace of mind. მოკლედ დაქუცმაცება მორჩა, წვრილი ტოტები გამოიყენება ამაღლებული კვლევის გასაკეთებლად ბოსტანში. მსხვილი დაიწვება, ზოგისგან შეიძლება რაღაცას გამოითალოს და გადაყრას ყოველთვის ჯობს გამოვიყენოთ და ორგანული მასა ისევ შევავსოთ ჩვენ ნიადაგში. ახლა მოვიდეთ იბის დრო, ბენზინსაც გავამზადებ და დავიწყოთ. როგორც ბენზოხერხის შემთხვევაში, აქაც ვასხამთ საწვავსა და ჩერეულს, ცალკე ზეთი არ ჭირდება. შემდეგ აქ წნევას შევქმნით და მე უკვე დაქოქვისას აქვრთავთ, რა თქმა უნდა, პირველად. ჯერ ეს ღილაკი არის ამოწეული. ერთხელ დავქოქავთ ამით, მერე ჩამოვწევთ და მერე ხელახლა დავქოქავთ და მერე უკვე ვამუშავებთ ჩვეულებრივად. ერთად სამშვები მორჩა და ახლა ვეცდები ავაწყო პატარა სამჭიდრო. ახლა დავუჯერებ chat GPT-ს და ვნახოთ თუ იმუშავა, დენიდან ყველაფერი გამოვრთე სახლში. ველოდებით გამწვანებას. სამი, ორი, ერთი. სამი, ორი, ერთი. სამი. არის chat GPT მართალია. ყოჩა GPT.
ესე იგი, დაზიანებული წყლის გამოცხელების ძრავისგან ჩვენ გავაკეთებთ ჰაერის ძამბერს, პრინციპში უკვე არის, მოვაწყობთ და მე შეგვიძლია რაღაც გამოვჭედოთ.